Mercedes-მა თავის ახალ მოდელებში შეიძლება BMW-ს 4 ცილინდრიანი ძრავები ჩააყენოს თქო და აბობო ქრდნენ Mercedes-ის ფანები. აიო Mercedes-ი რომ ძრავებს აკეთებსო, M13 რო ძრავია ბიჭო, M13 Mercedes-ში უშვებდა 20 წლის წინ. მერე კიდე ეგ არის 8 ცილინდრიანი ძრავი და აქ საუბარი არის 4 ცილინდრიან ძრავზე. გადახედეთ ბოლო 10 წელიწადში როდის ჩააყენა Mercedes-მა თავისი 4 ცილინდრიანი ძრავი სტანდარტულ მოდელებში. ჯერ იყო და რამდენი წელია გინდ დიზელი, გინდ ბენზინი Renault-ს ძრავებზე მუშაობს. ბოლოს აგერ CL-ში ჩინური ლიტრანახევრიანი ძრავი ჩააყენა და არც მაგან არ გაამართლა კაცი შვილს არ უნდა მაგის ყიდვა. ასე რომ ფაქტებს უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ BMW-ს B სერიის ძრავები არის ერთ-ერთი ამ პერიოდისთვის საუკეთესო გინდ ევრონორმებით, გინდ გამძლეობით. ასევე აი ეს კერძოდ ის მოდელი B48, რომლის ჩაყენებასაც გეგმავს Mercedes-ი, ეგეც ერთ-ერთი კარგი ძრავია და Mercedes კიდე მალალეტრაჟკებში ჩააყენებსო 4 ცილინდრიანსო. გეგონება C63 AMG-ს არ იყოს 4 ცილინდრიანი ძრავი, მაგრამ ეგ სტანდარტულ მოდელებისთვის არ გამოდგება, იმიტომ რომ არის AMG-ს შემუშავებული და საკმაოდ ზვირიანი თან მაღალი პერფორმანსის ძრავებია. ასე რომ რეალობას თვალი გაუსწორეთ.